მიშა და ნინო დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო თემით, საინტერესო სტუმრებთან ერთად. კინო ფოტო ხელოვნება სმენის არ მქონე და სმენა დაქვეითებული მოზარდებისთვის ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდა და ჩვენი სტუმრები არიან პროექტის ხელმძღვანელი, დირექტორი, რეჟისორი ბატონი ირაკლი ჯაოშვილი და ფოტოხელოვანი იური მეჩდოვი. ბატონო იური, ბატონო ირაკლი, მოგესალმებით, მადლობა მოსვლისთვის. კი ბატონო, და პროექტი მე მგონი ხორციელდება. ჯერ არ დასრულება. დასრულდა უკვე, ანუ მართებულად დავაანონსე. კი ბატონო, და რაც შეეხება ამ პროექტს, ქონდა წინა ისტორია და საინტერესოა, საიდან გაჩნდა იდეა. შემდეგ რატომ სმენა დაქვეითებული ბავშვები, ანუ თქვენ ქონდათ თუ არა, ну რა თქმა უნდა, ქონდათ კომუნიკაცია, თუმცა რამ გამოიწვია ის, რომ ფოტოხელოვნებით დაინტერესდნენ ისინი თავად, თქვენი ხედვა როგორი იყო და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა პროექტის მიზანსაც ვისაუბრებთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ყოველთვის გრძნობთ თქვენგან ასეთ მხარდაჭერას და დღეს ერთგვარად შევაჯამებთ ალბათ ამ ჩვენს პროექტს, რომელიც 2 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. დაიწყო 18 სექტემბერს და დასრულდა 18 ნოემბერს და 19-ში უკვე ქონდა ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება. წელს პირველად განხორციელდა პროექტი ამ სახელწოდებით კინო ფოტოხელოვნება სმენა დაქვეითებული და სმენის არ მქონე მოზარდებისათვის, რადგანაც წინა წლებში მხოლოდ კინოს მიმართულებით ქონდა ასეთი პროექტი განხორციელებული. ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით, ჩემი ორგანიზაცია, რომელსაც ქვია კომპანია ოქროს პეპელა, მუდმივად მონაწილეობს ასეთი ტიპის კონკურსებში. წელს ეს კონკურსი გამოაცხადა ორგანიზაციამ შემოქმედებითი საქართველო და ერთ-ერთი გამარჯვებული სხვა პროექტებთან ერთად გავხდით ჩვენც. და ძალიან დიდი ნდობაც არის ალბათ ჩვენს მიმართ და ალბათ წინა წლების გამოცდილებაც გაითვალისწინეს ამ ორგანიზაციის მესვეურებმა და გვანდეს ეს საქმე. ძალიან საპასუხისმგებლო ჩემი აზრით. რაც შეეხება წინა ისტორიას, გეტყვით, რომ ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა იმ კუთხით, რომ შევქმნით კინოფესტივალი ბავშვებისთვის. ფესტივალს ქვია ოქროს პეპელა, რომელიც წელს უკვე მე-15-ად გაიმართება და თავიდანვე ორგანიზაციის მიზანი იყო, რომ არ შემოფარგლულიყავით მხოლოდ იმ ბავშვებით, იმ მოზარდებით, რომლებსაც შეუძლიათ კინოფილმების გადაღება დამოუკიდებლად ან ჯგუფურად და ყველა სოციუმი, ანუ ბავშვების ყველა სოციუმი ყოფილიყო ჩართული აი ამ პროექტში. ყველა ბავშვს აქვს თავისი უნარი, ნიჭი და შეუძლია გამოავლინოს რა მდგომარეობაშიც, რა ფიზიკურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს მოზარდი, ყველას შეუძლია თავისი ნიჭიერება გამოავლინოს, რაც მთავარია, ჩვენი მიზანი იყო, რომ ასეთი ტიპის ბავშვები, მოზარდები ინტეგრირებული ყოფილიყვნენ თავიანთ თანატოლებთან, დაუშვათ სხვა საჯარო სკოლებიდან, სხვა ქვეყნებიდან, რადგანაც ჩვენი ფესტივალი არ არის მარტო საქართველოს ბავშვებისთვის განკუთვნილი, აქ მონაწილეობას იღებენ ანუ საერთაშორისო ფესტივალია უცხოელი ბავშვების და მინდა გითხრათ, რომ ასეთი პრეცედენტი უკვე იყო 2020 წელს უკვე ერთხელ შედგა ესეთი პროექტი, რომ სმენა დაქვეითებულმა ბავშვებმა ჩვეულებრივ, როგორ თქვა ახლა ჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად შექმნეს ფილმი ინტეგრირებული და არაერთი პროექტი მინდა გითხრათ, რომ მაგალითად ევროპულ სკოლასთან ერთად წინა წლებში უკვე განხორციელდა ასეთი პროექტი სმენა დაქვეითებულმა ბავშვებმა დახატეს ნახატები და ეს ნახატები გააცოცხლეს ჩვეულებრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ავაქციეთ ანიმაციად. ესეთი ინტეგრირებული პროექტი წარმოადგენთ შემდეგ ფესტივალებზე. ასევე იყო კიდევ რამდენიმე პროექტი, მაგალითად მშობელთა ხიდი არსებობს ესეთი ორგანიზაცია. ძალიან კარგი ორგანიზაცია. ძალიან კარგი ორგანიზაცია. მრავალწლიანი ისტორიით. მრავალწლიანი ისტორიით. ქალბატონი თეონა ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციას. დიდი მადლობა მას ინდობისთვის პირველ რიგში და ასევე თეაჯინორია, რომელმაც შექმნა არაჩვეულებრივი მუსიკალური ჯგუფი
და ეს მუსიკალური ჯგუფი ჩვენი ფესტივალის ორმა მონაწილემ გადაიღო დოკუმენტურ ფილმში და ამ ფილმს დაარქვეს სახელწოდება ორკესტრის რეპეტიცია. პარაორკესტრზე არის საუბარი და ეს სათაური სპეციალურად შეირჩა ალბათ იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მიექცია საზოგადოებას აი ამ ტიპის ფილმისათვის და შემდეგ მინდა გითხრათ, რომ ეს ფილმი გავიტანეთ საერთაშორისო ფესტივალზე ბულგარეთში და მიიღო მთავარი პრიზი. დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში. ილოცავთ და ძალიან ერთგვარად ადასტურებს იმას, რომ რამდენ მნიშვნელოვანი ეს ფესტივალი. ნუ რაღაც უკვე წლებია გამოცდილებას ვიძენთ ჩვენც. აი კინოს მიმართულებით წელს მაგალითად ბავშვები მუშაობდნენ პიონერთა სასახლეში. გრიშა მასალებელთან. ხო, აი მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლეში ჩართული იყო ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძე ამ კუთხით და გადაიღეს ბავშვებმა ფილმი, რომელსაც ქვია ჩაპლინი ბრუნდება, რომელსაც სულ მალე წარადგენენ ჩვენ ფესტივალზე. თქვენს ფესტივალზე წარადგენენ ეს ბავშვები 28-ში დაიწყება ფესტივალი და უკვე ამ კუთხით წარდგებიან ჩვენ ფესტივალზე. რაც შეეხება და სოციალური რგოლი რო შეიქმნა იმაზეც რო გითხრათ სათაური მომეწონა ძალიან შუმად ნათქვამის ტიპონი. და იცი მე ვფიქრობ სოციალურ რგოლზე ვისაუბრებ ვიდეო რგოლზე და ძალიან მნიშვნელოვანია ბატონ იურის მინდა ვკითხო თქვენი თვალით დანახული ეს პროექტი და ნუ როგორც აღნიშნეთ და ამაზე ვისაუბრეთ სმენა დაქვეითებული იყო და სმენის არ მქონე მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა და როგორია მათი ხედვა და დაინახეთ თუ არა თქვენ მათში პროფესიონალი ფოტოგრაფები შეიძლება უკვე პროფესიონალია თუ აქვთ არის აი ამის როგორია მათი ხედვა და საფუძველი თუ არის ამის საერთოდ ძალიან ამაღლებელი იყო ჩემთვის და მაია დესადისთვის ერთად ვიყავით ჩვენ ამ საქმეში და მინდა ვთქვა რომ ჩემთვის პირველი ის იყო გამოცდა და გამოცდილება ამთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს არ მქონდა ასეთი პირდაპირ ურთიერთობა და ეს ხალხი ნუ პირველი რაც არის ნუ გეცოდება ადამიანები გასაგებია, რომ ხედავ რომ ისინი მაინც კომუნიკაციაში არიან ნორმალურში არის, ისე უხაროდა სხვათა ჩვენი ნახვა გაგიჟდებიან. მეხეოდნენ, მეხუტებოდნენ, მოდიოდნენ რაღაც ხელს ჩამოგართვენ, ნუ ეს ხო არის ეს გამარჯობა და კიდე რაღაც ენა ვისწავლე აი ენა იცით ეს მადლობა ხო რაღაც აღელვებული ვარ. რაღაცე ვიცი და ხო ნუ როგორ იყო იცით სურვილი დიდი აქვს რაღაც. მე არ მეგონა რომ ასეთი სურვილის მქონე იქნებოდნენ რაღაცა შეექმნათ და გაეკეთებინათ და ეს ძალიან კარგია. აი ხო ეს მაინტერესებს პოტენცია თუ დაინახეთ. იცით ძალიან რთულია, იმიტომ რომ საერთოდ ეს ისეთი ტიპის ის არის დავრევა, როცა ადამიანი არის, მე გამიგია კიდევაც რომ აი თუ სინათლე დაკარგულია, უკეთეს ის უფრო ვითარდება ადამიანი ვიდრე პირიქით როცა შენ ხმას ვერ პროფესიული კუთხით მინდა ჩაგეკითხოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფოტოგრაფიაზე, ფოტოხელოვნებაზე საუბარი მართალია ეს პრობლემა აქვს, მაგრამ აი ვიზუალზე კი არის ხო, ჩვენ ჩაუტარეთ ლექციები ზუსტად კომპოზიციას, რაღაც ძალიან ყურადღებით ისმენდნენ და ბევრი რამე გაიგეს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მაგარი თარჯიმანი ყავდა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, თარჯიმანი ვქო, იმიტომ რომ ის უთარგმნიდა იმენაზე და მე მგონი ძალიან წინსვლა იყო მათი ნამდვილად აი ამ ლექციების შემდეგ, იმიტომ რომ ყველაფერი მაგალითებით იყო ახსნილი იმით და აი ეს პრაქტიკულადაც იღებდნენ. გადაიღეს ფოტოები. კი, გადაიღეთ ახლა ბატონი იური. ეს ფოტო გადაღებები ხორციელდებოდა როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში და შემდეგ ამ ფოტოების დაბეჭდა მოხდა, დავბეჭდეთ და გამოფინეთ და ექსპოზიცია ჩატარდა. ანუ ფირზე მუშაობდნენ ბატონ იური? არა, და ფირზე ახლა ფირზე მუშაობს ხოლმე ის ხალხი, ვისაც სალია ამისთვის გაიგე და იმიტომ რომ რუსი გაქვს სხვა საშუალებები, მაინც რატო უნდა იარო ურმით, როცა მანქანა დადის. კი ბატონო. ხო, ესეთი მომენტია. არა, მაგრამ ხო არის კატეგორია ადამიანებისა, რომ აი ეს კატეგორია არის, მაგრამ ეს კატეგორია თავის კივილი ვისაც არ აწუხებს კი ბატონო, იმიტომ რომ აი როცა შემცხოვრება სულ ფირზე ვიმუშავე და ახლა სულ ფირთან მაქვს საქმე, იმიტომ რომ ჩემი არქივი ფირით არის და აღღეთილი თავიდან ბოლოს, მე არც ერთ შემთხვევაში არ დავრუნდები ფირს, იმიტომ ჩემთვის თავარია გამოსახულება არა გამოსახულების მატარებელი. არა, ხა ბავშვებზეა, სულ ბავშვებო მახსენდება ხოლმე იქ რა ქვია, ბნელო თახში რომ გამჟღავნება ხდებოდა და ის როცა ჩნდებოდა კადრი როგორი ბედნიერი ვიყავი, რომ შენი გადაღებული ცოცხლდება. როგორც კი ეს უფრო გაადვილდა, იმიტომ ქალები, აი ჩემ სტუდენტებში 10-დან 9 არის ქალბატონი.
რატომ? იმიტომ რომ აი ეს ტექნიკური რაღაცა რაც დაბრკოლება იყო მათთვის ის მოხსნილია ახლა. უკვე სხვა ლაპარაკია კომპოზიციაზე, ხედვაზე, დანახვაზე. როგორ შეიძლება დაინახო შენ მოვლენ და ისინი ძალიან კარგად ჩაერთნენ და მე ძალიან მიხარია. მათი ხედვა რანაირია ბატონ იურაი? არ მე ახაც განსაკუთრებულ ხედვას ვერ ხედავ მაინც რაღაცით რო ის გასხვავდებოდეს, იმიტომ რომ მათ რა თქმა უნდა, როცა რაღაცა დაკლული ნაკლი არსებობს, ამბობენ რომ მეორე მხარე ვითარდება უფრო მეტად თქვა, აი თქვა, ვისაც სინათლე დაკარგული აქვს, იმას ხომა და რაღაცა მუსიკალურ ამბავში უფრო გადის და ეხლა ამ შემთხვევაში რო თქვა, რომ მე დავინახე რაღაც განსაკუთრებული აი ხატვის, მაშინ უნდა ხატონ რაღაცა აკეთონ და ეს რაღაცა მე არ მინახავს რომ ვიღაცას დახატები. პროექტები, ინტეგრაციის ხალხშეწყობი, ფაქტორია და აჩქარებს კიდე ინტეგრაციას, რა თქმა უნდა და აი ბატონო. მაგრამ თავარი ისეთი ყურე ბედნიერები იყვნენ. ისიც რა მე ვფიქრობ აი ესეთი მაესტროები როგორც თქვენ ხართ როგორც გრიშა მასწავლებელი მათთან ურთიერთობა უკვე არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობ რომ ესე უკვალოდ არ სმენის დაქვეითება და სმენის არ ქონა არ არის ხელშემშლელი ფაქტორი იმისთვის რომ ფოტოგრაფი გაიზარდოს, ხო? იმისთვის რომ კონდეს ფოტოგრაფის ხედვა და რა თქმა უნდა, როდესაც მსგავსი მაესტრო უტარებს ტრეინინგს და ასწავლის, ეს არის იმის საფუძველი, რომ პროფესიონალი გაიზარდოს, იმიტომ დავსვი ეს კითხვა მით უმეტეს, როცა თუ სურვილია და დაინტერესება, ხო? თავარი პროფესიას ხო, რა თქმა უნდა, პროფესიის ელემენტი შეიძლება იყოს მაგაში, მაგრამ როცა ჩვენ ვასწავლით, თავარი ადამიანს კონდეს ხედვა უფრო ფართოდ შეხედოს სამყაროს და სხვანაირად შეხედოს. მაგრამ ყველაზე მეტად რა სამაღელობე ასე იყო ირაკლის პროექტი, ეს ლექსები ქართული ლექსი. არა, ჩუმად ნათქვამის რეგიონები. ამაზე სულ გავგიჟდი მე, იმიტომ რომ წარმოვიდგინე როგორ ეს ადამიანები ასე იგი ცდილობენ და როგორ აკეთებდნენ, აი რო შეხედოთ ამ კლიპს რა. სახეებზე რეები აწერია, ანუ ისინი გზნობენ იმას, რასაც მე გზნობ სხვანაირად თუ გამხატავენ ამას ხატრულად ხო? შესანიშნავი სათაურია მართლა ჩუმად ნათქვამის რეგიონები. და ვიდეო რგოლზე რო ბატონო, ჩემი სურვილი იყო რომ საზოგადოები უფრო მეტი ადამიანის ყურადღება მიიმეყრო აი ამ პრობლემისადმი ზოგადად რასაც კი ინტეგრირება ამ ადამიანების საზოგადოებაში და ამ კუთხით ფიქრობდი აი რა შემექნა, რა გამეკეთებინა და აი სულ ამაზე მქონდა ფიქრი მთელი ამ პროექტის მანძილზე და გადავწყვიტე რომ მოდით აი ქართული პოეზიაც არ არის დღეს ისეთი პოპულარული პირდაპირ თქვა ახალგაზრდებში როგორც ჩვენ თაობაში იყო ალბათ და უფრო მეტია საჭიროებაც გასაკეთებელი იმისთვის რომ აი ქართული ლიტერატურა პოეზიის პოპულარიზაცია მოხდეს ახალგაზრდა თაობაში და ამიტომ გადავწყვიტე რომ თან ეს ახალგაზრდები არიან თან ამათ შეუძლიათ ცოტა სხვანაირად დაგვანახონ ეს ტრიქონები, ეს პოეზიის უძვირფასესი ნიმუშები. მე ავიღე ყველაზე ისეთი ძვირფასი, რამდენი გვაქვს ესეთი მილიონი კლასიკა ავიღე თავისთავად და უფრო თანამედროვე კიდე შედარებით თანამედროვე. ანუ აქ არის ვეფხისტყაოსანი, გურამიშვილი, წერეთელი, შემდეგ გიორგი ლეონიძე, ანა კალანდაძე და ასე შემდეგ რა. თითო ფრაზა, თითო სტრიქონი მაქვს აღებული და ვთხოვე ქალბატონ თამარ ჯიქიძეს, რომელიც არის მათი პედაგოგი და თარჯიმანი, სურდო თარჯიმანი, რომ შეესწავლებინა ბავშვებისთვის ჟესტურ ენაზე აი ეს ფრაზები და მართლაც ძალიან დიდი მონდომებით შობლებით წამოვიდნენ გადაღებაზე და გადავიღეთ თბილისის ძველ უბანში, აბანოთ უბანში მოხდა აი გადაღება აი ამ ყველაფრის ძირძველ აი წარმოვიდგენია უცებ არაფერი არ მინახავს ბეცხოვრებაში როგორც ეს და მე მინდა და მეჩვენებინა რომ სილამაზე მარტო სიტყვით არ გამოიხატება. ანუ სიტყვის სილამაზე შეიძლება ჟესტებში, აი რა თქმა უნდა, რაღაცა ხელის მოძრაობაში, გამომეტყველებაში, მიმიკაში, ყველაფერში, რითაც ისინი გზნობენ და გამოხატავენ ამას ყველაფერს და მე მუსიკაც ისეთი მიყვება რომანტიკული მუსიკა გია ჩვენთვის საოცარი იდეა ეს საოცარი მართლა რა. განჩელის და რა ვიცი სოციალურ ქსელში ნახე რომ მართლა დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ვიდეომ და მიხარია ძალიან და ბავშვების და მათი მშობლები ძალიან გახარებულები არიან და ვფიქრობ რომ საზოგადოება მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს აი ამ კუთხით და ინტეგრირება მეტი უნდა მოხდეს ამ ახალგაზრდების. ბატონო იური, რა თქმა უნდა, პროექტის მონაწილეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენთან ურთიერთობა. თუმცა მაინტერესებს, ანუ თქვენ რა მოგცათ ამ პროექტთან? მაინტერესება.
რა მომცა ისიც რას ხურობ ადამიანი და უკვე კარგად მიცხოვრია ქვეყნად მე ვფიქრობ რომ სულ რაღაც გამდიდრება ხდება რა მდიდრდები ადამიანი აი კიდე ერთი რაღაცა დავინახე რაც მე არ მქონდა შეხება ასეთ ადამიანებთან დავინახე მათი თვალები დავინახე მათი სურვილი რაღაცა გაეგოთ და მათი სიყვარული დავინახე კაცო ეს რაღაც სხვანაირი იყო რაღაც სხვან ამბავი იყო რომ ჩაგეხუტებოდნენ მოვიდოდნენ დანახვა ისე უხარდებოდნენ ისე ახარებულები იყვნენ და ძალიან უდოდად გაგება რასაც ეუბნებოდი აი ძალიან უნდა აი ესე იჯდნენ ასე და ის უხსნიდა რა გაგიჟდა ეს თამარ ჯიქიძე მე გავხდი ფოტოგრაფიო იმიტომ რომ რამოდია ხომ უთარგმნოს თავის ენაზე და თქვენს ფოტო ობიექტივში მოხვდნენ პროექტის მონაწილეები კი მოხდა კანტიკონტად ხო რაღაცნაირად იყო რაღაცები და ულამაზესი გოგონებია ხო ერთი ოჯახი იყო 5 ბავშვი იყო და ერთი შვილი არის მხოლოდ ასეთი რაღაც უნარით რატომღაც აი გენეტიკურ ვერ დააბრალებთ რომ არის გენეტიკაშიც არის ასეთი რომ აი რუმუნჯი ყავს გასაგებია მაგრამ აქ კიდე გაუგებარეთ ეს ულამაზესი გოგონაა რაღაცნა აი კინოში გადასაღები გაგიშებული ვიყავ რა შეიძლება ფოტოებს რომლებიც აი ფოტოები და გამოფენა თუ იქნება გამოფენად გაგეგმილი ქონდა თუ ხო ეს გამოფენა გაგრძელდება კიდე ალბათ რამდენიმე თვე საინტერესოა ეს არის 203 საჯარო სკოლა ეს არის გლდანში არის ეს სკოლა ახლა ამჟამად და იქ არის მესამე სართულზე ეს ну რაღაც პერიოდი იქნება გამოფენა და შემდეგ ალბათ ვაჩუქებთ მათ ოჯახებს. და ალბომიც გამოვალბოთ ხომ მე. ვეცდებით რომ ალბომიც გამოვიდეს ნახოთ. ასევე გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი. დოკუმენტური ფილმი გადავიღეთ მთლიანად ამ პროცესის შესახებ. ანუ როგორ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, პრაქტიკული გადაღებები, ფოტო მიმართულებით და კინოს მიმართულებით. ძალიან საინტერესო ფილმი გამოვიდა და ასევე გადავიღეთ კიდე ამ კოლაჟი გავაკეთეთ აი ამ ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოების და ესეთი მუსიკალური კოლაჟი არის, რომელსაც სოციალურ ქსელში განვათავსებთ და უკვე ნახავთ რა გადაიღეს თვითონ ბავშვებმა და როგორ გრძნობენ ფოტოკამერას. ირაკლი იური მართლა საოცარ საქმეს აკეთებ ვიცით რა თითქოს არაფერია მაგრამ მე წარმოვიდგენია ახლა მათი რეაქცია წარმოვიდგინე ანუ ჩემი თავი მათ ადგილას წარმოვიდგინე და თქვენთან ახლა ერთი კვირა თქვენთან რო იქნებ გრიშა მასალებელთან ირაკლისე იქვეა ეს საოცარია და ფიქრობ რომ თან აი შედეგიც უკვე ჩანს ფესტივალებზე მონაწილეობა გამოფენა ფიქრობ რომ ეს უბრალოდ არ ჩაივლის მაგათვის და აი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ. ინტეგრირება კულტურული აი მაგაზე მეტი რა უნდა გააკეთო მართლა და დიდი მადლობა ყველას აი ამისთვის. მართლაც ანუ მიშას პათოს გავაგზავნებ და ფიქრობ რომ პროექტი გაგრძელდება. აქვთ თუ არა მონაწილეებს იმის სურვილი რომ კლავ ეს იქნება დოკუმენტური ფილმი იქნება თუ ანუ მთელი ეს პროცესი ისევ განახლდეს და აი რას გეკმა აი შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბატონი იურიც იქ ბრძანდებოდა და აი ჩვენ დავინახეთ დამოკიდებულება მშობლების მხრიდან ჩვენს მიმართ პედაგოგების იმ აუდიტორიის ვინც ესწრებოდა ამას ეს იყო არ ვიცი ემოციით დატვირთული დღე ემოციით და სიხარულით და ზეიმით დატვირთული დღე ნუ ეხლაც კი აი მესიჯებიც მომდის და მეუბნებიან რომ აი ნამდვილად რომ ეს იყო შესანიშნავი პროექტი და ძალიან გთხოვთ რომ ესე არ დასრულდეს ეს ყველაფერი და მუდმივად რომ გაგრძელდეთ. მუდმივად ეხლა ალბათ ყოველ წელს შეიძლება ამის გაგრძელება, იმიტომ ეს გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა და ამიტომ მომავალ წელსაც უკვე თუ ეს ორთვიანი პერიოდი იქნება მისაღები ბატონი იურისთვის, ბატონი გრიშასთვის და სხვებისთვის, ვის შეერთება ამ პროექტში. არ არის გამორიცხული, რომ მე მაქვს გამოცდილება ანიმაციის მიმართულებით განვავითარო კიდე დამატებით, თუმცა ამასაც კარგად კვლევა ჭირდება, რამდენად შეძლებენ ეს ბავშვები ამხელა დატვირთვას კინოც, ანიმაციაც, ფოტოგრაფიაც ერთდროულად. და ამის კონსულტაციის გავლის შემდეგ მე ვეცდები რომ კიდევ უფრო გავამდიდრო მათი თვალსაჩინო, მათი ასე ვთქვათ არაფორმალური განათლების მიმართულებით სწავლების კურსი და ალბათ რაღაც შედეგებზე უნდა ასაკი მაინტერესებს. ასაკი ამ ბავშვების არის სადღაც მე-7 მე-8 მე-9 10-დან 10-ის მოსწავლეებიდან სკოლისასაკ. ხო, სადღაც
15 წლამდე. ხო, შერეული ყარიყო მხოლოდ ერთი კლასი, მან როგორ შანს აი ესეთი უფრო ანუ მან მხოლოდ აი ესმენა დაქვეითებული ბავშვები ხო იყვნენ სხვა ბავშვები თუ მხოლოდ კონკრეტულად აი კონკრეტულად ეს ბავშვები იყვნენ, მაგრამ აი რაც შეეხება პიონერ ფილმ სტუდიას, იქ მოხდა ინტეგრაცია და იქ ბავშვები ერთად აკეთებდნენ უკვე ანუ პიონერ ფილმის ბავშვები და ეს 203 საჯარო სკოლის ბავშვები ერთად აკეთებდნენ ფილმს. აი ფიქრობ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათვისაც აი ვისაც ეს პრობლემა არ აქვს ამ ბავშვებთან ურთიერთობა აი ეს არის აუცილებელი რა ეს არის იმიტომ რომ ესენი ჩვენ ერთნი ვართ ჩვენ აქ ვართ აი ნინოს აქვს არაჩვეულებრივი გადაცემა ზუსტად აი პრობლემასა ძალიან კარგი სახელი ჩვენ აქ ვართ ანუ ჩვენთან არიან ესენი და არ აქვს მნიშვნელობა რომ შენ ხედულობა გაქვს დაქვეითებული სმენა გაქვს დაქვეითებული ჩვენთან არიან ესენი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს სწორედ აი ეს ფილმებთან ერთად და ალბათ საერთო პროდუქტის დაიდებოდა ალბათ და ზოგადად აი თქვენი მოსაზრებაც საინტერესოა ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ინტეგრაცია ძალით არ მოხდება ანუ მიმიღე ძალით არ ხდება ეს არის ბუნებრივი პროცესი და სწორედ მსგავსი პროექტები როდესაც კომუნიკაცია ხდება ბუნებრივად და ერთ საქმეს აკეთებენ ერთი რეალობა აქვთ აქედან გამომდინარე ხდება ეს სრული ინტეგრაცია და აი ახალგაზრდებს რაც შეეხება ახლა ალბათ თქვენს დამეთანხმებით მიშაც სკოლის მოსწავლეებს, ბაღის მოსწავლეებს ეს ბაღის აღსაზრდელებს ანუ ეს უკვე დაძრული პროცესია და გაცილებით უკეთესი მიმღეობა აქვთ და სწორედ ეს არის სამომავლოდ უკვე ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი ინტეგრაციის პროცესში, ხო? ნინო დამეთანხმები ჩვენ მე და ნინოს პრობლემული ბავშვები ყავს და მე მაგალითად აუტისტი მყავს ბავშვი და როდესაც გარეთ გავდივარ, სწორედ აი პატარები უკვე ანუ აი ესეთი ფესტივალები ანუ ასეთი უკვე იციან ცნობენ ანუ უპრობლემოდ არ მეკითხები მაგრამ საქანელაზე უნდა დაждდეს უთმობენ იმიტომ რომ ხვდებიან რომ ეს აუტისტია პატარა ბავშვებზე მაქვს საუბარი 5-6 წლის არ მჭირდება ახსნა გამართება არ არის ეს უცხოების და ხო და იმას ვამბობ აი თქვენი პროექტები აი ესეთი ის საქმე რასაც თქვენ აკეთებს სწორედ ეს არის შედეგი ანუ აი ესეთი ურთიერთობის შედეგად ძალაუნებურად ძალის ხმევა და ნახე გარდა ინტეგრაციისა ნიჭიერი ადამიანების გამოვლენა ხო იმიტომ რომ აღნიშნეთ და თქვენც ხო თქვით ბატონ იური რომ ხსმენის დაქვეითება არ არის იმის დაუშვა წინაღობა იმისთვის რომ კარგი ფოტოხელოვანი იყოს ადამიანი პრინციპში კი მაგრამ თავარი საშუალება მისცე ხო ანუ საშუალება ისიც რა შეუნა ეს დათესო და იქიდან რა თქმა უნდა სადღაც ამოვა სადღაც არა მაგრამ პრაქტიკულად ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა ბევრი იყოს მაგრამ მე კიდე სულ მქონდა ასეთი აი ფიქრობ რაღაცას უხსნი და აი ახლა შეიძლება გაუღვიძო და დაიწყონ ლაპარაკი. აი სულ ასეთი შეგდება ქონდათ ხო? სულ მიდოდ ეს სასწაული მოხდარიყო. ეს მესმენის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ფოტოხელოვნება ჩემგან შორს არის. სურვილი მაქვს, მაგრამ არ გამომდის. აი ახლა ყველა არის ფოტოხელოვანი, ყველა ღილაკს აჭერს კაცო. არა, ეს ღილაკის დაჭერა ფოტოხელოვნება არა. ამ დონეზე ყველა შეუძლია, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, ანუ ასე რომ თავარია მისცე საშუალება. თავარია აპოვნინო თავში დამაჯერებლობა რომ კონდეს და გაუჩნდეს და არ იყოს დაჩაგრული გაიგე თვითონ აი შეგნაგანათ როცა ადამიანი იზღუდავს თავის თავს უკვე შეზღუდული ისედაც ხო და ეს არის იმიტომ ქვია შეზღუდული და შეზღუდული ხარ მაინც რა არა გაქვს პირადად თელი რენჯს ვერ უყურებ ამ სამყაროსი და მაგრამ ნოიქაც შეიძლება რაღაცა მოიძებნოს მართლა და რაღაცა არა ძალიან ბევრი რამე მთავარია რომ გამეორდების შესაძლებლობები მივცეთ ამ ადამიანებს თავიანთი მე დარწმუნებული ვარ საოცარი ორი კვირა ქონდათ ამ ბავშვებს და ორი თვე უკაცრავად ორი კვირა ყოველი 4 შაბათს ისე გველოდებოდა მე საოცარი და ფიქრობ რომ ეს გაგრძელდება და მადლობა მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ აი იმ საქმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ. რამეს ხომ არ დაამატებთ, არ გამოხჭეს ხო რა თქმა უნდა. უბრალოდ პერსპექტივა. ვიტყოდი ალბათ იმას რომ ალბათ არა მარტო ჩვენი თითოეული ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება უნდა იყოს ურთიერთობა ასეთ ადამიანებთან და ну პირადად მე ყველა პროექტს რასაც ვაკეთებ, რაც გამიკეთებია აქამდე და მომავალშიც ყოველთვის ვითვალისწინებ, რომ საზოგადოება არ შემოიფარგლება რაღაცა ნიჭიერი ადამიანებით მარტო და ну გარკვეული უნარების უკვე არსებული უნარების მქონე ადამიანებით. და ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სხვებსაც. და აღმოვაჩინოთ, რაც თავარი აღმოვაჩინოთ კიდევ მათში ნიჭიერება. აი გავიხსენებ ერთ
პერიოდს ჩვენი მოღვაწეობის, ჩემი ასე ვთქვათ, ორგანიზაციის მოღვაწეობის პერიოდს გადავწყვიტეთ, რომ შევსულიყავით სასჯელა აღსრულების დეპარტამენტში, სადაც პატარა ბავშვები უკაცრავად, სადაც მოზარდები იმყოფებიან და ვთხოვეთ ესეთი რაღაცა, რომ მე წარუდგინე ჩვენი პროექტი, ეს იყო მაშინ ჩვენი ფესტივალი, კინოფესტივალი და ვთხოვ ესეთი პროექტი განმეხორციელებინა, რომ თუ ვინმე შეძლებდა რაღაცა ამბავი დაეწერა ფურცელზე ან სცენარის მსგავსი, რომ აი ამ სცენარზე შევძლებდით ჩვენ ფილმის გადაღებას. და მართლაც ჩვენ როდესაც დავასრულეთ ეს პრეზენტაცია და გამოვედით ამ ორგანიზაციიდან, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და შემდეგ ანუ ამ სასჯელა აღსრულების დეპარტამენტის პიარ სამსახურიდან მივიღე შეტყობინება, რომ მართლაც დაწერეს ბავშვებმა. დაწერეს და გადმოგცეს და ერთ ამბავზე გაკეთდა პატარა ფილმი, რომელიც ჩვეულებრივად მოსწავლემ გადაიღო და მოხდა ამ ფილმის პრეზენტაცია. ასე რომ რაღაცა ცოცხალი პროცესია ეს. რაღაცა ფორმა შეიძლება მოიძებნოს ყოველთვის რა თქმა უნდა. ადამიანებთან ურთიერთობის. თავარია სულ. და რაღაცა იმედიც გაუჩინოთ და და სიყვარული უნდა იყოს, რაც დაკრებულია საზოგადოებაში, სიყვარული უნდა იყოს გასლებით უფრო მეტი, შეუნდა გასცე და მიიღო, და ურთიერთობას ბატონო, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ცოცხალი ურთიერთობა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. და წარმატებას გისურვებ და დარწმუნებული ვარ მომავალ წელსაც გესტუმრებით უკვე ახალი იდეებით, ახალი პროექტებით და ახალი წარმატებებით. ესე ვფიქრობ. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებ თქვენს. კი ბატონო, ჩვენი სტუმრები იყვნენ ირაკლი ჯაოშვილი, პროექტის კინო ფოტოხელოვნება სმენის არ მქონდა სმენა დაქვეითებული მოზარდებისთვის, პროექტის დირექტორი, რეჟისორი და ფოტოხელოვანი ფოტოგრაფი. კი ბატონო, აი ისეთი თამგაბალი ბრძანდებით. ფოტოგრაფები შევთავაზეთ საქართველოში, შევდათ ფოტოგრაფები. ფოტოხელოვნებს ხვები იყვნენ. კარგი, ბატონი იური მეჩთოვი. დიდი მადლობა დროებით. შესანიშნავი ფოტოგრაფი მოდი ესე ვთქვი. მადლობა. ჩვენ მალე დავგებთ.